მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ადიგენის მერია სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედს რელიზების განთავსებისთვის 7500 ლარს გადაუხდის. მერიამ ტელეკომპანიას გამარტივებული შესყიდვა უკვე გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტული მედია ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე არაუმეტეს 60 რელიზი მოამზადოს და ვებგვერდზე განათავსოს, როგორ ასრულებს იმედი ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულების მიხედვით ამას ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გააკონტროლებს. ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ავტომანქანებს თოვლის გამო გადაადგილება უჭირს. ამის ამსახველი კადრები ჩვენ 5 საათზე გადავიღეთ. მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში ეტაპობრივად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა. თოვა ახალციხეში დღეს დაიწყო და სინოპტიკოსების ვარაუდით ხვალამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სოფლების მინაძე, თისელი, წყალთბილა, პამაჯი, წყრუთი, ანი, ჭვინთა, სვირი, ურაველი, მუსხი, გიორგი წმინდა და ახალციხის აბის დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ორი პირი დააკავეს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე. ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ კარწახის დასაცავ მონაკვეთზე. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულების სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას. ამავე წყაროს ცნობით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.